მოგესალმებით. როდესაც წელს ივლისის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ფეხი პირველად და უკანასკნელად შევდგი, მაშინვე მქონდა განცდა და შიში, რომ ჩემთვის უძვირფასეს სამსახურს ვკარგავდი. მაგრამ როდესაც ეს ამბავი დადასტურდა, ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ აი მომუშევრის სტატუსს მთელი ცხოვრებით ვიძენდი. იმედი მქონდა, რომ იმ რამდენიმე საქმიდან, რომელიც მიყვარს და მგონი გამომდის, რომელიმე მაინც გამიმართლებდა. მაგრამ მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმნიდით სასაუბრო სივრცეს, შევქმნიდით პლატფორმას, რომელიც საშუალებას მომცემდა, რომ საზოგადოებასთან მესაუბრე ჩემთვის ყველაზე სანუკვარზე, ვეფხისტყაოსანზე. იმის ასახსნელად თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს პოემა, მინდა რომ ერთი ამბავი გავიხსენო. ადრე წლების წინ ეგრეთ წოდებულ გერმანულ სკოლაში ვასწავლედი ქართულ ენას და ლიტერატურას, სულ ერთი კლასი მყავდა, ისიც სადამრიგებლო და ეს საშუალებას მაძლევდა, რა კი საავტორო სკოლა იყო, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ვეფხისტყაოსანი ნამდვილად ცლად და საკმაოდ სიღრმისეულად მესწავლებინა. ხო და ერთხელ მოდის ჩემთან, ჩემი ერთი მოსწავლე გოგონა, საკმაოდ თავშეკავებული და მორიდებული ადამიანი და მეუბნება, იამას, ამდენი საათია ვეფხისტყაოსანზე ვლაპარაკობთ, გულისხმობდა ბევრ გაკვეთილს, თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ეს ამბავი და თქვენ თვალებში სულ რაღაც სხივი ანთია და ნუ თუ არასდროს არ გბეზდებათ, ნუ თუ არ იღლებითო. ეს ფრაზა ძალიან ჩამრჩა გონებაში, იმიტომ რომ აი იმ წუთიდან ვიცოდი ზუსტად რა არის ჩემთვის ვეფხისტყაოსანი. ეს არის ის, რაზე ლაპარაკითაც მე არ ვიღლები და რაზე ლაპარაკიც არასდროს არ მბეზრდება. ხო და აი ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება ვისაუბროთ ვეფხისტყაოსანზე, ვისაუბროთ იმგვარად, რომ ყოველი შემდგომი გადაცემა თემატურად გააგრძელებს მის წინამორბედს და ფაქტობრივად ჩვენ გვექნება ერთი შეკრული წრე იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს, რა არის, როგორია ვეფხისტყაოსნის მხატვრული სამყარო. მე ვიცი, რომ ადამიანებს ძალიან დიდი ინტერესი აქვთ შოთა რუსთაველის პიროვნების მიმართ, მისი ცხოვრების მიმართ. ვიცი, რომ დიდი ინტერესი არსებობს ასევე იმ ისტორიულ რეალიებზე, პოლიტიკაზე, რომელიც თითქოს დაასახულია ვეფხისტყაოსანში, ან მიმდინარეობდა საქართველოში ეს პროცესები მაშინ, როდესაც ვეფხისტყაოსანი იწერებოდა, მაგრამ მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. მე ვილაპარაკებ მხოლოდ იმაზე, რასაც სკოლაში არ ასწავლიან, რაზეც სასჯარო სივრცეში არ საუბრობენ, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ ეს არის სპეციალისტების, მეცნიერების საქმე. მაგრამ მე მგონია, რომ ვეფხისტყაოსნის მხატვრული სამყარო ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჩვენ მასზე ვრცლად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს მხატვრული სამყარო არის, რაც 800 წელიწადია უკვე გავლენას ახდენს მუდმივად რეალურ სამყაროზე და სწორედ ეს მხატვრული სამყარო არის, რაც ჩვენ გვათქმევინებს ხოლმე, რომ აი ჩვენის ხალხი ვართ, ვინც ვეფხისტყაოსანი შექმნა. ხო და მინდა რომ თავიდან დასაწყისისთვის მოკლედ ჩამოგითვალოთ ის საკითხები, რომლებზეც შემდეგ გადაცემებში ვრცლად ვისაუბრებთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა და ამის გამოცინასწარვე გავფრთხილებთ, რომ თქვენ შეგაკრთოთ ამ ჩამონათვალმა. იმიტომ რომ პირობას გაძლევთ, მე ყოველთვის ვეცდები, რომ ვისაუბრო საინტერესოდ და ჩემი ორივე პროფესია, მასწავლებლის და ჟურნალისტის, დამეხმარება იმაში, რომ ის რასაც მე გადმოვწევ, ის რასაც მე მოგითხრობთ, იყოს გასაგები ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ვეფხისტყაოსანი ან ქართული ლიტერატურა. საუბარს დავიწყებთ ზოგადად სამყაროს ორი განსხვავებული ხედვით, დასავლურით და აღმოსავლურით. ეს თემა ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ყველას ხშირად მოგვისმენია კამათი თუ საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ქართველები, სად არის ჩვენი ადგილი, თქვა ჩვენი ხასიათი, ჩვენ ცხოვრების წესი უფრო აღმოსავლურია თუ უფრო დასავლურია, ვართ თუ არა ჩვენ ევროპელები, ან რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპელობა. აი მე აგიხსნით, რატომ არის
უაღრესად ფუნდამენტურად ეს თემა დაკავშირებული ვეფხისტყაოსანთან და იმასაც გეტყვით, შოთა რუსთაველმა რა პასუხი გასცა ამ დილემას, თუ ვინ ვართ ჩვენ ქართველები და სად არის სამყაროში ჩვენი ადგილი. შემდეგი ვრცელი თემა, რომელზეც ვისაუბრებთ, იქნება დრო და სივრცე ვეფხისტყაოსანში. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მხატვრული დრო და სივრცე და ახლავე გეტყვით, რომ ვეფხისტყაოსანში დრო ზოგჯერ ძალიან შეკუმშულია და ზოგჯერ ძალიან გაწელილია. ამას თავისი მიზეზი აქვს და ამ მიზეზებს მე როგორც შევძლებ, რა თქმა უნდა, აგიხსნით. გარდა ამისა, ვისაუბრებთ სამოქმედო და უმოქმედო დღეებზე. ანუ იმ დღეებზე, რომელშიც აღწერილია რაღაც ქმედება და იმ დღეებზე, რომლებიც უბრალოდ ხრობიდან გამოტოვებულია და ამის კანონზომიერებაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ეხლა მე მინდა გაგახსენოთ, რა წერტილიდან იწყება ამბის მოყოლა ვეფხისტყაოსანში. რა თქმა უნდა, ეს არის თინათინის გამეფება. მაგრამ როდესაც პოემას ვკითხულობთ, ხვდებით, რომ თხრობა კი იწყება თინათინის გამეფებიდან, მაგრამ ამბავი ვეფხისტყაოსნის თურმე იწყება ბევრად უფრო ადრე და გმირები გამოივლიან თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდებს მანამ, სანამ მოვლენ იმ წერტილამდე, როდესაც აღწერილი არის თინათინის გამეფება. და იმისთვის, რომ დროის ამ ლაბირინთში კარგად გავერკვეთ და საინტერესოდ ვიკითხოთ ჩვენი გმირების ისტორია, ვეფხისტყაოსნის ავტორს სჭირდება სრულიად სხვადასხვა განზომილება მხატვრული დროის და მაგალითად იქ ჩვენ შევხვდებით ავტორის აწმყოს, იქ შევხვდებით პერსონაჟების აწმყოს, წარსულს და წარსულში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, როგორ ახერხებს შოთა რუსთაველი, რომ აი ამ დროითი ლაბირინთის მეშვეობით ძალიან ზუსტად მძივივით აკინძოს ამბის თხრობა. რაც შეეხება მხატვრულ სივრცეს, ის შოთა რუსთაველმა გარკვეული ძალიან მკაცრი კანონზომიერებით განალაგა გმირების გზის ირგვლივ და მე აღარ მინდა დღეს სიტყვა გავაგრძელო მხატვრულ სივრცეზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რაც არ უნდა ვთქვა, კიდევ ახლა დამატებით ერთგვარი სპოილერი გამომივა და ამიტომ აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო და მინდა რომ ეს თემა მთლიანად შემოვინახო სამომავლოდ. შემდეგ მოვა დრო, როდესაც ვისაუბრებთ პოემის მხატვრულ სამყაროში გაბნეულ მითოპოეტურ რაღაც სიმბოლოებზე და მათ მნიშვნელობაზე. მაგალითად, ვნახავთ, როგორ უპირისპირდება ერთმანეთს ერთი მხრივ უდაბნო და ადამიანი, მეორე მხრივ უდაბნო და წესრიგი. ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ვეფხისტყაოსანში ტყე, რას ნიშნავს ზღვა, რას ნიშნავს მთა, გამოქვაბული, სარკმელი გამოქვაბულში, კიდობანი, განძი, დევი, ქაჯი და მე ვფიქრობ, ზოგჯერ შეიძლება ეს იმდენად საინტერესო იყოს, რომ სუნთქვა შეგვეკრას. მე დამართია ეს და არაერთხელ. ერთი უმთავრესი თემა, რომელზეც ასევე ვისაუბრებთ, იქნება პოემის რიტმი. როგორ შეძლო შოთა რუსთაველმა, რომ თითქმის 1700 სტროფიანი პოემა ისე გადმოგვცა, ისე გვიანბო, რომ ის გახადა ძალიან საინტერესო საკითხავ წიგნად, ძალიან საინტერესო საკითხავ ამბად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ავთანდილი თავის თავგადასავალს პოემაში ვამბობს სამ ადამიანს. პირველი არის ტარიელი, მეორე არის ფრიდონი და მესამე არის ფატმანი. და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორი არის ეს თხრობა. როგორ ახერხებს ვეფხისტყაოსნის ავტორი, რომ ავთანდილი ჯერ ამ ამბავს იამბობს ვრცლად, შემდეგ რას გამოტოვებს პირველად ამბობიდან და რას გაიმეორებს და ბოლოს როგორ განაზოგადებს თავის ამბავს იმისთვის, რომ მკითხველმა არ მოიწყინოს. ბევრი ესეთი ხრიკია ვეფხისტყაოსანში და მე შევეცდები თქვენთან ერთად თვალი მივადევნო და ამოვიკითხოთ ის, რის ამოკითხვასაც შევძლებთ, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მკითხველმა არ მოიწყინოს და მე გითხარით ერთი მაგალითი და პოემის რიტმს ქმნის მართლა ძალიან ბევრი ბირთვი, რომელიც ზოგჯერ გამეორდება, სხვადასხვანაირ ბირძოლ ლაპარაკობს, ზოგჯერ პირიქით არ გამეორდება და აი ამით იქნება უნიკალური რიტმი ვეფხისტყაოსნის. და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი თემა
პერსონაჟების წარდგენის პრინციპები ვეფხისტყაოსანში. ალბათ არასდროს არ გიფიქრიათ, როგორ წარადგენს შოთა რუსთაველი თავისი პოემის პერსონაჟებს, ან გმირები როგორ წარადგენენ საკუთარ თავს, ან როგორ წარადგენენ ერთმანეთს. ახლა გამოგიტყდებით, რომ ეს არის მრავალსაფეხურიანი რთული სქემა. ზოგჯერ შეიძლება იყოს 4 საფეხურიანი, 5 საფეხურიანი, რომელიც ნამდვილად საოცარია. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესეთი რამ შეიძლებოდა შევხვედროდა მე-12 საუკუნეში დაწერილ ნაწარმოებში, თუმცა ჩვენ ეს გვხვდება და ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ. ეხლა ისევ ერთ მაგალითს გეტყვით. მაგალითად, ვეფხისტყაოსანში გვხვდება ეპიზოდები, სადაც ერთი პერსონაჟი უამბობს მეორეს, მესამე როგორ წარუდგინეს წარუდგინა მეოთხე პერსონაჟმა მეხუთე პერსონაჟს. აი მაგალითად, ფატმანი უამბობს ავთანდილს, რა მოისმინა მგზავრისგან, რომელმაც თავის მხრივ თავის ამხანაგებს უამბო, ველზე როგორ წააწყდნენ ზეციდან ჩამოსულ მზეს. ნესტარს რასაკვირველია. მართლა ძალიან საინტერესოა, რომ ასეთი რთული წარდგენების შემდეგაც კი ჩვენ არ ვიბნევით, ჩვენ როგორც მკითხველები, ყველა პერსონაჟს თავისი სახე აქვს, თავისი ფუნქცია აქვს და არასდროს არ გვიჩნდება თავში კითხვა, რომ ეს რომელი იყო, ეს ვინ არის, ეს ვისი რა არის, ვისი მეფეა, ვისი შვილია და ასე შემდეგ. ყველაფერი არის უაღრესად მკაფიო და მაშინაც კი, როდესაც ჩვენ არ ვიცით მაგალითად პერსონაჟის სახელი. ჩვენ არ ვიცით რა ერქვა ინდოეთის დედოფალს, ნესტანის დედას. მაშინ როცა ვიცით რა ერქვათ ქაჯეთის ციხის უფლისწულებს, როსანი და როდია. ისინი საერთოდ არ არიან პოემაში, არაფერში არ მონაწილეობენ, მაგრამ მათი სახელები ვიცით. ესეთი უცნაურობები ხდება ვეფხისტყაოსანში და მე მინდა რომ ჩვენ დაწვრილებით და ძალიან მარტივ გასაგებ ენაზე ვისაუბროთ აი ესეთი უცნაურობების შესახებ, რომელიც მართლა ქმნის ამ პოემის გენიალობას, მისი მხატვრული სივრცის კანონზომიერებებს და თავისებურებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც ახლა გიამბეთ, არის უმცირესი ნაწილი იმის, რაზეც შემდეგ უფრო ცლად ვისაუბრებთ, როგორც გითხარით და როდესაც ყველაფერს გაგიზიარებთ, რაც ვეფხისტყაოსნის შესახებ ვიცი, შემდეგ ერთად დაუბრუნდებით იმ თემას, თუ რატომ აღწერს შოთა რუსთაველის მხატვრული სამყარო არა წარსულის მე-12 საუკუნის საქართველოს, არამედ მომავლის საქართველოს და აუცილებლად იმაზეც ვისაუბრებთ, ერთად ვიმსჯელებთ იმის შესახებ, რას გვიამბობს ვეფხისტყაოსანი თანამედროვე საქართველოს და თანამედროვე ქართველების შესახებ. ცოტა ხნის წინ YouTube-ზე გამოქვეყნდა ბატონი ლევან ბერძენიშვილის 3 საათიანი საჯარო ლექცია ვეფხისტყაოსანზე და ამ ლექციის დასახელება ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა. აი ლექციას ჰქვია ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის, მაგრამ საქმე არ იყო დასახელებაში, საქმე იყო იმაში, როგორ ახსნა ბატონმა ლევანმა, რას გულისხმობდა ამ ფრაზაში, რომ ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის. მან თქვა, რომ ჩვენი დრო ახალ რუსთაველს კი არ ელის. ჩვენი დრო ელის ისევ ძველს, ისევ იმას, ისევ ვეფხისტყაოსნის ავტორს. და ეს ფრაზა ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს თავიდან უნდა წავიკითხოთ ვეფხისტყაოსანი, თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ შოთა რუსთაველი და მისი გენიალური პოემა. დიახ, მე მინდა, რომ ჩვენ ვცადოთ ერთად წავიკითხოთ ეს პოემა, მისი მხატვრული სივრცე ერთად ამოვიკითხოთ. მე მინდა, რომ ჩვენ შევიყვაროთ ვეფხისტყაოსანი და მაქვს ასეთი ამბიცია, თუ ხერხული არ არის ეს სიტყვა, რომ ის რასაც მე თქვენ გიამბობთ, განკუთვნილი იყოს და სასარგებლო იყოს არა მხოლოდ უფროს კლასელებისთვის, არა მხოლოდ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის, არამედ სწორედ თითოეული ადამიანისთვის, ვინც შემოგვიერთდება, ვინც მოგვისმენს და ვინც თავიდან შეიყვარებს ვეფხისტყაოსანს, იმიტომ რომ ჩვენ
გვაქვს ვეფხისტყაოსნის სიყვარული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სიყვარული ყოველთვის არ არის არგუმენტირებული და მე მინდა რომ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან დასაბუთებულად ვიცოდეთ რატომ არის ეს პოემა უკვდავი და დღეს რას გვასწავლის ის ჩვენ დღეს რით გვეხმარება. აი ეს არის ჩემი მიზანი და არ ვიცი, მე მგონია რომ უნდა შევიყვაროთ პირველ რიგში ჩვენი ქართული იდენტობა, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული დიდწილად ვეფხისტყაოსანსაც ეფუძნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამებედა აი ასეთი პოდკასტის წაყვანა, ასეთი პოდკასტის დაფუძნება ჩვენს ზღარბი მედია პლატფორმაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შემომიერთდებით ამ ენთუზიაზმში, თქვენ გამოგყვებით ჩვენ აი ამ პოდკასტში, მომწერთ თქვენს კითხვებს, მომწერთ თქვენს მოსაზრებებს, რომლებსაც მე აუცილებლად გამოვეხმაურები და სანამ გადაცემას დავასრულებ, მინდა რომ ტრადიციული თხოვნით მოგმართოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტი, მაგრამ YouTube-ზე ყველა გადაცემაში შეხვდებით ამ თხოვნას, ეთქვა ტრაფარეტი გახდა, რომ გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი. მარტო ზღარბი მედიას პლატფორმას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, გულისხმობ YouTube-ზე ნებისმიერ გადაცემას, ნებისმიერ ენაზე. მაგრამ მე მართლა მთელი გულით გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი პლატფორმა ზღარბი მედია, იმიტომ რომ მინდა რომ გამოგყვეთ იქ, სადაც ჩვენ გვინდა რომ გაგვიძღვეთ და რაც გვინდა რომ გაჩვენოთ, რაც გვინდა რომ ერთად გავიაროთ, ძალიან გამიხარდება მე პირადად თუ ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამიტომ მართლა გთხოვთ მთელი გულით რომ გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი და თუ გექნებათ სურვილი რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად დაგვეხმაროთ და მაგალითად ფინანსურად გაგვაძლიეროთ, ყველა საჭირო ბმულს ამ გადაცემის აღწერაში იპოვით. მანამდე მინდა რომ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობოთ და დავიტოვო იმედი, რომ ნამდვილად გამომეხმაურებთ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთებთ და ახლა კი მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს აქ და ახლა იყავით ჩემთან ერთად.